ჩვენ დაუბრუნდებით ასეთი იყო ძირითადი გზავნილი აქციისა, რომელიც დედაენის ბაღში ემიგრანტების ორგანიზებით გაიმართა. საქართველოში დროებით დაბრუნებულმა 100 ემიგრანტმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკონსულოებს დარეგისტრირების მსურველებს ხელოვნური პრობლემებს უქმნის. ემიგრანტების აქციას ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერებით შეუერთდნენ. დედაენის ბაღში აქციას მომღერლებიც დაესწრნენ. აქციის დასასრულს კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაში ასრულეს. სწორედ ამიტომ ვიმყოფები ჩვენ დღეს აქ და მე ვთვლი რომ დღევანდელმა აქციამ წარმატებით ჩაიარა და ეს ძალა მიიყვანს საქმეს ბოლომდე. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად სანამ კიდევ დრო არ დაგვიკარგავს უნდა დავიბრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეები. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი ოცნება და ეს იქნება ლაკმუსის წყალი თუ გნებავთ ჩვენი შემოქმედების, ჩვენი ქცევის იმ თავრობის, რომელსაც მე თქვენ გპირდებით. იქ ქართველი თელემიგრაციაში ბედნიერია დილით მაშინ, როდესაც ღამეს იზმარში საქართველოს ნახავს. აი მე ესეთი ბედნიერი ხშირად არა ვარ. თქვენ კარგად ნახეთ რა აჟიოტაჟით იქნა მიღებული სიმღერა. როგორ შეხვდნენ სიმღერას, როგორ გაგვამეორებინეს და როგორ ჩვენთან ერთად ღეროდნენ, ტაშს უკრავდნენ და იყო ოვაციები. წარმოვადგენ იმ ხალხს, რომელსაც არ აქვს მის მიცემის უფლება. სწორედ მესეჯი ის არის, რომ ჩვენ დღეს ჩამოვიტანეთ იმ ხალხის სია და გადავეცეთ ქართულ ოცნებას, რათა დაიცვას აი ამ ხალხის უფლებები. ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ გქონდეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ჩემთვის ეს ხალხი დიდი ტკივილია. ამ დიდი ტკივილის დიდი ნაწილი. ამიტომ მომეცა საშუალება და მე ძალიან დიდი სიხარული დავთანხმდი, რომ ეს ხანაერად ამ ადამიანებს თანაუგრძნო, ანუ გეშოს ხანაერად არ შემიძლია.